მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის მეორე შეხვედრას. ქალაქის ზესტაფონი ბათუმი მასმისლობს გორის ივერიონს, ნომინალური მასმინძელი იქნება შავი ზღვის პირველი გუნდი და ნახოთ როგორ შეხვედრას ჩაატარებს ორივე გუნდი. წესით საინტერესო და დაძაბული მატჩი უნდა ვიხილოთ და იმედია გამართლება ჩვენი მოლოდინი. სანამ გუნდები გამოვიდოდნენ უცბად გაგაცნობთ შემადგენლობებს, დავიწყოთ ივერიონით ნომერი 1 რეჯი მესიდორი, 2 შიო შიოშვილი, 3 მიქაელ უგრეხელიძე, 4 ოსტონ ჩატმანი, 5 ივანე მეგენეიშვილი, 7 საბა კალმახელიძე, 8 ჯეიპალი, 13 ტაილერ არბაკლი, 15 ნომრით გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ დარბაიძე, 24 ნუგზარ ბუთხუზი, 28 გიორგი ადამია და 55 ნომრით რევაზ როგავა. მთავარი მწვრთნელი დავით როგავა, ასისტენტები გიორგი ლაშქარაძე და გიორგი ჩაჩხიანი. მასმინძლები ნომინალური მასმინძლები ბათუმი ნომერი 2 კეილენ ვილიამსი, 7 საბა სალაძე, 8 გეგა იზორია, 9 ილია ლონდარიძე, 11 დავით ლომიძე, 13 ლუკა კალატოზიშვილი, 15 ნომრით გუნდის კაპიტანი ლევან ელიაძე, 23 ჯექსონ ბრენჩლი, 24 ოთო ბულიავა, 29 ოთარ პერტაია და 99 ნომრით ბრენდონ მაკლინი. მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბერიშვილი, მას ასისტენტობას გაუწევს ნიკა ცინცაძე. შეხვედრის არბიტრები იქნებიან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები კირილ თაური, მარინა შალამბერიძე, ეროვნული კატეგორიის არბიტრი ავთანდილ კუხიანიძე, მატჩის კომისარი გია სანაძე. გვამოგება 6 წაგება ასეთია ივერიონის მონაგარი ამ დროისთვის, ხოლო ბათუმს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს, რადგან გამოტოვეს მე-13 ტური, 7-6 აქვს. ბალანსი უпроსტად ერთი ტური გამოტოვებული აქვს მეორე წრეში ბათუმს და შესაბამისად აქვს 13 მატჩი ჩატარებული. 7 მოგება და 6 წაგება აქვს შავი ზღვის პირველ გუნდს. ხუთეულები ასეთია ივერიონი, უგრეხელიძე, მეგენეიშვილი, მესიდორი, პალი და როგავა, მასმინძლები ბულიავა, კალატოზიშვილი, ვილიამსი, ლომიძე და მაკლინი. საინტერესოა პირველად დაიწყებს სასტარტოში ბრენდონ მაკლინი წინა შეხვედრაში. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამრასთან და ვნახოთ აბა დღეს როგორ წარმოაჩენს თავს. სწორედ მაკლინი და პალი ახტებიან პირველ სადაოზე და ბურთი რჩებათ ბათუმელ კალათბურთელებს. დავით ლომიძე, კეილენ ვილიამსი, რას მოიფიქრებს ვილიამს პირველ შეტევაში, კალატოზიშვილი გაუშვა პერიმეტრიდან და არ ვარდება ეს ბურთი ჯეიპალი ხსნის და ბურთით რეჯი მესიდორი. მოძებნა როგავაზე ვთქვათ, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობს წინა სეზონში სწორედ ბათუმელთა რიგებში ასპარეზობდა როგავა, რომელმაც გაუშვა ეს სამხულიანი არაზუსტია, ბურთი რჩება რეჯი მესიდორს. შემდეგ ისევ რევაზ როგავა, მესიდორი, უგრეხელიძე, მეგენეიშვილი, უნდა შეუტიოს თავადვე და კარგი აქვს მაკლინი. არასროლინა მეტოქეს და ამასობაში ამოიწურა კიდევაც 24 წამი. კარგად დაიცვა თავი ბათუმმა და დაარღვევინეს კიდევაც თამაშის წესები მეტოქეს. ამ გუნდების ეს მეოთხე დაპირისპირება გახოთ სუპერლიგის ეგიდით და განვლილი 3 მატჩიდან ყველა აქვს ბათუმს მოგებული. ნახოთ გატყდება დღეს ნავსი თუ გაგრძელდება ეს კარგი სერია ბათუმისთვის. ბულიავა გამოუტანა ლომიძეს, რომელიც სამიანი ზუსტია, ლომიძემ გახსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში და დააწინაურა ბათუმი 3-0. საჭიროა ბათუმისთვის, რა თქმა უნდა, ლომიძის კარგი თამაში და ზუსტი სროლები. მოქმედი ჩემპიონი დავით ლომიძე ქუთაისელთა რიგებში და მათ შესწრებიან ასევე პროტეტ უგუშიც და სუჭაბუკიანი ქუთაისელთა წარმომადგენლები. დაუტრიალდა მეგენეიშვილი მეტოქეს და ვერც სამჯერად ჩააგდო ეს სროლა და ბულიავა. კალატოზიშვილი მოძებნა, დაკიდა პარაშუტი კალატოზიშვილმა და ჩააგდო 5-0. კარგად იწყებს ჯერჯერობით ბათუმი. ივერიონი კი პირველი ქულების მოლოდინშია. 5-2 რეჯი მესიდორმა აიღო თავის პირველი ქულები და გახსნა ქულათა მარაგი. კეილენ ვილიამსი
რაც მოიფიქრებს უილიამსი, რომელიც წინას შეხვედრაში ამასთან გამორჩეული კალათბურთელი იყო, ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და ის მატჩი ძალიან დამაჯერებლად მოიგო. ბათუმმა ლომიძის ზედიზედ მეორე ზუსტი სამქულიანი და 8-2 უკვე ტაბლოზე. კარგად იწყებს დავით ლომიძე, საპასუხოდ რეჯი მესიდორის ზუსტი სამქულიანი კარგია, გვაწყობს და სულს რა თქმა უნდა ასეთი გახსნილი და შედეგიანი თამაში. უილიამსმაც გადატენა, მაგრამ ვერ ჩააგდო. უილიამსი ზოგადად ონაბიჩის შესრულებით გამოირჩევა პერიმეტრიდან ნაკლებს ისვრის, თუმცა თუ ასრულებ ჩააგდებს კიდევაც ასევე შეიძლება ითქვას ბრენდონ მაკლინზეც. ოთობულიავა, მაკლინი, ამბარდასტური, არა, ვერ ჩააგდო ამჯერად, თუმცა არენიდება წარმორჩილი კალათბურთელი 29 წლის მაკლინი პერიმეტრიდან სროლებს. რევანს როგავა თავადო შევიდა და ჩააგდო 8-7. კარგია, სწრაფი ტემპი გვაქვს, ჯერჯერობით 3 წუთნახევარი გავიდა, ჯარიმა არ ქონია და გაჩერებაც შესაბამისად ნაკლები აქვს. დაიკარგა ბურთი, მეგენეიშვილი გადადის შეტევაში და ჭკვიანური ჯარიმა, არა, როგორც ჩანს სასროლი იქნება. ლომიძე იღებს ჯარიმას, რა თქმა უნდა, სურდა მას პერსონალური ჯარიმით რომ გაეჩერებინა და სასროლი არ ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს შეასრულებს ორ სროლას მეგენეიშვილი. ნახოთ იქნება თუ არა გამართლებული ეს ჯარიმა და გამოიყენებს თუ არა ორივეს ივა. პირველი ჩაეშვა კალათში, გაათანა ბრანგარიში ივა. აბა ნახოთ დაწინაურდება თუ არა პირველად დღევანდელ შეხვედრაში ივერიონი. ეს საჯარიმო ზუსტია, 9 თვლა უკვე წინ გადის ივერიონი. ელენ უილიამსი, ნახოთ აბა რა იარაღს შემოგთავაზებს როგავა მის წინააღმდეგ და შეძლებენ თუ არა გორელები მის გაჩერებას. კალატოზიშვილი, ლომიძე, მაკლინი შევიდა, ჩააგდო. საკმაოდ ჯანიანი კალათბურთელია მაკლინი და რთულია ფარქვეში და მისი გაჩერება. საპასუხო შეტევა და ისევ ლომიძეს. ამჯერად როგავას წინააღმდეგ ჯარიმდებია, კი ბატონო, ლომიძეს უკვე მეორე პერსონალური. დაიტვირთა სწრაფად არასრულ 30 წამში 2 ჯარიმით. ბათუმელთა სროლელი. რეჯი მესიდორი განაახლებს შეხვედრას, როგავაზე შემოიტანა ბურთი. ისევ მესიდორი, ახლოს უკრას უილიამსი. შემდეგ უგრეხელიძე, გაუშვა სამიანი, ვერ ჩააგდო, თუმცა პალი პირველია დამატებაზე, მოხსნაზეც თავადვე იმუშავა და ზუსტია, 2 ქულა, ჯეი პალი, 11-10. სწრაფ შეტევებს სვლიან გუნდები და აქ ოთობულიავას 2 ქულა, რომელიც ჩაითვალა პლუს 1 საჯარიმო შეასრულებს ბათუმელთა 24 ნომერი, ჯარიმა მიიღო მიხაილ უგრეხელიძემ. მოკლედ თქვი რომ 3 წუთნახევარში ჯარიმა არ ყოფილა და 1 წუთის ინტერვალში 3-ჯერ დაჯარიმდნენ გუნდები უკვე, საიდანაც 2 იყო სასროლი. ლეონ გამოიყენა ეს საჯარიმო 13-11. ლაურეჯი მესიდორი. მესიდორს არ წაუვიდა წინა ტურში თამაში, რომელიც მოელოდა რა თქმა უნდა მისგან გულშემატკივარი. კივა მეგენეიშვილის მორიგი ქულები და თანამდებობა ანგარიში 13-13. კალატოზიშვილი გულიავა. კალატოზიშვილი დაკიდა პარაშუტი ამჯერად არ ჩავარდა, მესიდორმა მოხსნა და ჯეი პალი შეიძლება ჯარიმის აღება, თუმცა კარგია ლომიძე წაართვა მეტოქეს ბურთი უკან ჩამოუხა ხელი და ჯარიმის გარეშე შეძლო ბურთის დაბრუნება. აბა ბრენდონ მაკლინი შევიდა და ესე ჩააგდო. არა, ძალიან დიდი ძალაა მაკლინი და ძალიან კარგი დანამატი.
ანგარიში უგრეხელიძე ვერ ჩააგდო, კალატოზიშვილმა მოხსნა და კერლინ უილიამსი. შემდეგ ბულიავა. ისე უილიამსი მაისურზე იჭერდნენ, როგორც გამოჩნდა უილიამს. მოკაჩეს მაისურზე, მაგრამ ვინმე დაფიქსირდა ჯარიმა, რომელიც მიიღო უგრეხელიძემ მისთვის მეორეა და შემოდის VSA-სთან შეხვედრის გმირი ტაილერ არბაკლი. მასთან ერთად კაპიტანი დარბაიძეც გამოჩნდა, პალი დაისვენებს და მასთან ერთად მიქაელ უგრეხელიძე. თავის მხრივ ჯექსონ ბრენჩლი შემოვიდა ლომიძის ნაცვლად ბათუმელთა რიგებში. სწორედ ბრენჩლი გულიავა არბაკლი უდგას მას. კარგი პასი და დააფარა მეგენეიშვილმა. კარგად ითამაშა იუამ დაცვაში და არ მისცა მაკლინს ფარქვეშიდან მარტივი თულების აღების საშუალება. ორი 2.9 ეს არის ის დრო, რომელშიც უნდა მოასწროს ბათუმას როლა. უილიამსი ფეხი თამაში და 14 წამამდე გაიზარდა უკვე შეტევის დრო. ბათუმს ეს კარგი გამოვიდა მათთვის. უილიამსმა გამოიტანა მაკლინზე, კალატოზიშვილი და ჯარიმდება დარბაიძე. კალატოზიშვილი ზოგადად კარგად აქვს ეს დარბაზი დაცდილი. მარგვეთთან შეხვედრაში 31 ქულა ჩააგდო. უკავდა გახდა კიდევაც ტურის საუკეთესო მოთამაშე. კალატოზიშვილმა ბრენჩლის გადააწოდა, ბულიავა და ჯარიმდება უკვე არბაკლი, მოკლედ ძალიან სწრაფად უკვე აკრიბა ჯარიმები ივერიონმა და 4 გუნდური დაუგროვდათ სტუმრებს. 3 წუთი 56 წამია. ჯერ კიდევ სათამაშო მეოთხედით დასრულებამდე და უკვე მერამდენი ფაზაა. მეოთხე თუ არ ვცდები უკვე ბათუმის შეტევის. მაკლინი შევიდა ესროლა და 2+1. წაინავარდა კიდევაც. ჯარიმა მიიღო იუამ მეგენეიშვილმა, რომელიც დაისვენებს და პალი ბრუნდება პარკეტზე 17-13. მოკლედ ამდენი ფაზის შემდეგ შედეგიანად დაასრულა შეტევა ბათუმმა. ჩააგდო საჯარიმო, მაკლინმა გადაინაცვლეს სათადარიქოთა სკამზე ვერ ჩააგდო, მაგრამ იქნა ადრევად შევიდა ბათუმელთა კალათბურთელი და ლონდარიძე პერტაია შემოდიან პარკეტზე. უილიამსი და მაკლინი დაისვენებენ. 8-ქულიანი უპირატესობა აქვს ჯერჯერობით ბათუმს. რეჯი მესიდორი უკანაბიჯით გაუშვა, სამიანი ჩააგდო. მერვე ქულა უკვე მესიდორს კარგად იწყებს ივერიონის უკანახაზელი, მას თუ წაუვიდა თამაში, ძალიან გაუჭირდება ბათუმს მისი გაჩერება. ფაქტია უკვე კიდევ ერთი დაფარება ამჯერად ლონდარიძეს დაუფარეს, პალი იყო კარგი დაცვაში. როგავა შეიძლება, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს როლა. ბულიავა, პერტაია, კალატოზიშვილი, ბრენჩლი იხსნებოდა პერიმეტრზე, თუმცა ბულიავა მოძებნა. და ბურთი არ ითვლება. ჯარიმა ძირს, თუმცა შეასრულებს ორ საჯარიმოს ლონდარიძე. ჯარიმდება დარბაიძე, მისთვისაც უკვე მეორეა. მესიდორზე ვამბობდი, თუ წაუვიდა თამაში, ძალიან რთულია მისი გაჩერება თქო. ორი ქულა ქონა სულ რაღაც VSA-სთან ამ მოთამაშეს. თუმცა დღეს უკვე ომახიერად დაიწყო და 8 ქულას მოუყარა თავი, იმდენივე აქვს რამდენიც მის დარჩენილ თანაგუნდელს.
ლონდარიძემ ორივე გამოიყენა, კვლავ წინ არის ბათუმი, 3 ქულით ამჯერად, საპასუხო შეტევა როგავამ გაუშვა ჩააგდო, გაეპარა სწრაფი შეტევა ბათუმი კალავალთბურთელებს და მორიგი ჯარიმა ოღონდ ტექნიკური სამ შემთხვევაში ჯეი პალმა მიიღო ტექნიკური ჯარიმა, მოკლედ ძალიან დაიდურთა ამ მეოთხედში ივერიონი, როგორც გითხარით, ოტე ტუღუში აკვირდება რეონდელ შეხვედრას თავის ვაჟთან ერთად. პირველი გამოიყენა, ანუ ეს საჯარიმო გამოიყენა ტექნიკური საჯარიმო, გულიავა 20-18 ანგარიში. და ბარი მახსედით მესიდორის ქულები და ის შეხვედრაც რომ ვთქვა 20 ქულა ქონა არბაქს და როგორც ვთქვით მატჩის გმირი იყო 14 ქულა ჩააგდო მან მეორე ტაიმში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იყო ის შედეგიანი გალატოზიშვილი რას იზავს დარბაიძე კარგად უდგას მას ვერ გამოიყენა ეს როლა გალატოზიშვილმა და რეჯი მესიდორი ჯეი პალი შეუძლია ჩაგდება და ჩააგდო კიდევაც დაიბრუნა ლიდერობა ივერიონმა 21-20. ფრენჩლი აპარას იზავს ფრენჩლი. პერტაია გაუშვა პერიმეტრიდან საპასუხო სამიანი ზუსტია ოთარ პერტაია. გამოიყენა შორის როლა და კვლავ დაიბრუნა ლიდერობა ბათუმმა საპასუხო სამიანი ზუსტია მოკლედ სამიანების კონკურსი მიაყარეს ერთმანეთს ალადბურთელებმა ზუსტი სამქულიანები გულიავა ლონდარიძე ვერ ჩააგდო თავადვე მოხსნა თუმცა გააგდებიეს ბურთი ხელიდან და ჭკვიანური ჯარიმა პერტაიას მხრიდან თუმცა მხოლოდ მესამე გუნდური გახლავთ ეს ბათუმისთვის და ცვლილებები სალაძე და ლომიძე შემოდიან მასმიზელთა რიგებში გაისვენებს გულიავა მეორე კალატოზიშვილი წუთი 27 წამი დასრულებამდე პირველი მეოთხედის რეჯი მესიდორი კვლავ ბურთით აქ როგორც ჩანს მცირე დაზიანება აქვს მესიდორს ალს უпроსორად კი ბატონო და მისნაცვლად არკეზე დაბრუნდა მეგენეიშვილი. როგორც ცუდად მოხდა წვირში და სისხლი წამოვიდა მერვე ნომერს. გაუშვა როგავა სამიანი ესე ზუსტია ზედიზედ სამი ზუსტი სამქულიანი ივერიონის კალათბურთელების მხრიდან და 27-23 უკვე 4 ქულით არის წინ ივერიონი. ფრენჩლი გაუშვა არ ჩავარდა როგავალცნის და თავადო გადადის მეტოქის ნახევარზე. აბა ესეც ზუსტია. მოკლედ პერიმეტრიდან დაბომბა. ივერიონმა ბათუმი ზედიზედ 4 ზუსტი სამქულიანი ჩააგდეს. ივერიონის კალათბურთელებმა და მოიპოვეს უდიდესი ლიდერობა, რომელიც შეადგენს 7 ქულას. კარგ სვლაზეა ზოგადად ივერიონი. ზედიზედ 5 მატჩი აქვს მათ მოგებული, თასსაც თუ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. მეორე წრე რო განახდა მათ მოუგეს კესეუს 94-79 დაამარცხეს ქუთაისი 90-87 ეს იყო სათასო შეხვედრა. შემდეგ ტყიბულის ორს მოუგეს მძიმე ბრძოლაში 85-83 მარგვეთს ფაქტობრივად შემოუტრიალეს თამაში და 100-95 მოუგეს ოვერტაიმში და წინა ტურის შეხვედრა IBS-ისთან 91-86 მოიგეს. ძალიან კარგ ფორმაში არიან, როგორც გითხარით, სუპერლიგაში.
14-იანი მოგებათა სერია აქვს. ხოლო ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს სერია დღევანდელ შეხვედრაში. ბათუმმა კი წაგება შემოირია სუპერლიგის შეხვედრაში. ერთ მოიგეს პირველი თამაში მეორე წრის მარგვეთან 99-84 შემდეგ წააგეს USA-სთან ერთი ქულით 75-76 და წინა ტურში მოუგეს ამრას 110-99 და ჩაგდებული ქულების მხრივ მოხსნეს მიმდინარე სეზონის რეკორდი. აქამდე 108 ქულა ქონდა ჩაგდებული ქუთაისს და იყო პირველ ადგილოსანი. ლონდარიძე დაუტრიალდა მეტოქეს და ჩააგდო ეს შესვლა 30-25. როგავა ბურთით შეეცდება რომ მეტოქის რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუტოვოს შესატევად. მესიდორი როგავა აჩვენა შევიდა გამოუტანა ბურთი მეგენეიშვილს რომელიც არ გავიდა და საბოლოოდ შეტევა რჩება ბათუმე კალათბურთელებს. ნახოთ რას მოასწრებენ 8.9-ში ნომინალური მასპინძლები. ჯექსონ ბრენჩლი გამოუტანა როგავას, გაუშვა როგავამ და არაზუსტია. ნასრულ ამით პირველი მეოთხედი 30-25 ქულით ამარცხებს ივერიონი მეტოქეს. ეს ყველაფერი კი არის ზედიზედ 4 სამქულიანი, ზუსტი სამქულიანის დამსახურება, რომელიც ჩააგდეს სტუმრებმა. როგორც გითხარით, ურთიერთ შეხვედრებში ყველა მოგება აქვს ბათუმს მიმდინარე სეზონში. პირველი წრის დაპირისპირება გორში 104-97 მოიგო ბათუმმა. იმ შეხვედრაში ამარი ჰენდრიქსი გამოირჩა 24 ქულით 6 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით. ჰენდრიქსი მეორე წრიდან აღარ იმყოფება ბათუმელთა რიგებში. შემდეგ იყო ბრენჩლი 21 ქულა 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ძალიან ახლოს იყო სამმაგთან. ჯექსონ ბრენჩლი 14 ქულა ქონდა ლონდარიძეს 13 კოდი ბიარიც აღარ იმყოფება ბათუმელთა შემადგენლობაში. ივერიონის რიგებში ივან მეგენეიშვილი 30 ქულა 9 მოხსნა სოლიდური მატჩი ქონდა ივას. დარბაიძე 13 ქულა 7 მოხსნა, მესიდორი 13 ქულა 11 შედეგიანი გადაცემა. ძალიან დიდი უპირატესობით მოიგეს როგორც გითხარით ის შეხვედრა ბათუმელმა კალათბურთელებმა. ლიდერებზეც რომ ვთქვათ ბათუმელთა საუკეთესო მეკულე და მომხსნელი გახლავთ კალატოზიშვილი 15.2 ქულა აქვს საშუალოდ ლუკას 8.9 მოხსნა, ხოლო მოთარ ბულიავა საუკეთესო მეპასე დავამბოლოთ საშუალოდ 5 პასს აკეთებს იგი თამაში, ხოლო რეჯი მესიდორი არის პასებით და ქულებით საუკეთესო. ივერიონში 7.4 ქულა და 7.3 პასი საშუალოდ მესიდორს და საუკეთესო მეპასია ის მიმდინარე სეზონში სუპერლიგის. მეგენეიშვილი საშუალოდ 7 მოხსნას აგროვებს საკუთარი გუნდისთვის. ბრენჩლი შევიდა ჩააგდო 27 ქულა უკვე ბათუმს პირველი ქულები ჩააგდო ჯექსონ ბრენჩლი. არბაკლი სალაძე ეთამაშება მას, გაუშვა არბაკმა ვერ ჩააგდო, თუმცა უმეთვალყურეოდ დარჩათ პალი, რომელმაც გამოიყენა ეს შანსი და 32-27 გახდა ანგარიში. საბა კალმახელიძე ჯარიმდება ამ შემთხვევაში და პერტაია დაისვენებს. შემოდის უილიამსი, ასევე სალაძის ნაცვლად შემოვა ჯექსონ ბრენჩლი. კალატოზიშვილი, ლომიძე, უილიამსმა მოირბინა.
ვერ შევიდა, ლომიძემ გაუშვა, ლონდარიძემ უბრალოდ ჩორი ორქულიანი და ვერ ჩააგდო, საპასუხოდ საფშეტევაში გადავიდა ივერიონი და ჩააგდო კიდევაც მეგენეიშვილმა ეს ორი ქულა. შეჯერებით უილიამსი კлау უქულოდ არის, ზოგადად როგორც იცით, სკაუტინგით გამოირჩევა როგავა. და არ მისცემია ჯერჯერობით საშუალება უილიამს ორნამბიჩი თავისუფლად შესulis. პალი გამოუტანა მესიდორს, შემდეგ ივას ჩაუგდო ბურთი და ზუსტია მესიდორის ზუსტი გადაცემით მეგენეიშვილი ავიდა უკვე 8 ქულაზე. კენენ უილიამსი, ლომიძე შევიდა ლომიძე, დაკიდა ბურთი ვერ ჩააგდო, თავად მოხსნა, დაამატა, არც ეს აღმოჩნდა ზუსტი და ლონდარიძის 2+1. ეს ბურთი ჩაითვალა, ჯარიმა მიიღო კალმა ხელიძე. კალმა ხელიძესთვის უკვე მეორე პერსონალურია ეს. ძალიან ბევრი ჯარიმა აქვს ივერიონს. 9 ჯარიმა უკვე 3 წინააღმდეგ მთლიანად დღევანდელ შეხვედრაში. ლონდარიძემ ვერ გამოიყენა ეს საჯარიმო. რეჯი მესიდორი გაუშვა სამიანი და წამოიკიდა სასრულ ჯარიმაზე ლუკა კალატოზიშვილი. გვექნება 3 საჯარიმო. დაფარებაზე წავიდა კალატოზიშვილი და ხელზე ჩამოარტყა, შეასრულებს ერთქულიანებს მესიდორი. ზოგადად კარგი მსროლელია მესიდორი და ნახოთ აბა რამდენს გამოიყენებს. პირველი ვერ ჩააგდო. ცდელობა ნომერი 2. ეს ზუსტია. და შეასრულებს მესამეს და შეეცდება რომ ავიდეს 10 ქულაზე. მესამე გამოიყენა მათი ქულა ივერიონის გამთამაშებას, ფული ამობრუნდება დაისვენებს ბრენჩლი. არაერთხელ მithქვამს რომ ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს და თანაბარი რაც მთავარია, წინა ტურში ყოველი მატჩის შემდეგ იცვლებოდა გათამაშების ცხრილის ლიდერი. ხანთ ესეო იყო, შემდეგ ერთი პერიოდი მარგვეთი და შემდეგ უკვე ტურის ბოლოს ცხრილის სათავეში მოიქცა ივერიონი. უილიამსმა გაუშვა სამიანი ვერ ჩააგდო. თავისი ჩვეული სროლის მანერით და სწორედ ივერიონი შეხვდა ტურს ლიდერის ამპლუაში, კალმა ხელიძის ზუსტი 2 ქულა და 40-31. უილიამსი ისევ ვერ აგდებს, თავად მოხსნა, დაამატა, არც ეს აღმოჩნდა ზუსტი, მოკლედ ჯერჯერობით ვერ იწყებს კარგად უილიამსი. თავისუფალი სამქულიანები გააკუჭა და ვერც ორქულიანი და შეძლო ბურთი ჩაგდება და ისევ 0 არის მის გრაფაში ქულების მხრივ. არბაკლი ჯარიმდება, მისთვის მეორე პერსონალურია. გუნდური მესამე. უნდა ავსრულოთ სატურნირო მდგომარეობას საუბარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლაივ ცხრიზე რომ ვთქვათ, ხოლო დაკარგული ქულებით ყველაზე ნაკლები ჭაგება აქვს ქუთაის 4, რომელსაც მოყვება VSA 5 მარცხით. VSA-ს და TSU-ს აქვს ამ დროისთვის 23 ქულა, TSU-ზე კი რა უნდა ვთქვათ, გუნდმა ზედიზედ მე-7 თამაში წააგო დღეს VSA-სთან. თითქოს და დაძაბული მატჩი უნდა გვეხილა, მაგრამ საბოლოოდ მარტივად 103-91 დაამარცხა VSA მეტოქე. და მეცხრე გამარჯვება მოინადირა მიმდინარე სეზონში. ივერიონი, მარგვეთი და ქუთაისი 22 ქულით არიან შემდეგ უკვე
კესეუს გურჯაანს და ბათუმს აქვს 20 ქულა. ამრას და რაშ 19 და ორბი კлау იკავებს ბოლო პოზიციას. თუმცა ძალიან კარგად იწყებს მეორე წრეს ორბი და ნახოთ აბა როგორ ვახერხებენ ჩემპიონატში რაიმე ცვლილების შეტანას. სათუმრო მდგომარეობის ხრივ კალატოზიშვილმა ჩააგდო 2 ქულა და ივერიონმა აიღო წუთ შესვენება. სხვაობა შემცირდა 5 ქულამდე. ორმზე რომ დავასრულოთ საუბარი. სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა ირაკლი ტომარაძემ და სანაკრებო პაუზის შემდეგ ჯერ თესეუს მოუგო 101-90, ხოლო შემდეგ გურჯაანის დელტაც დაამარცხა 78-76 და ცოტა გამოიკეთა ხასიათი და დარჩა ბრძოლაში. თორემ ამ მატჩების წაგების შემთხვევაში უკვე კიდურესად გაიუარესებდა შედეგს. მაგრამ ამ ტურში რთული მატჩის ჩატარება მოუწევს მოქმედ ჩემპიონ ქუთაისთან. გარემ თქვათ ტურის მომავალი დარჩენილი შეხვედრებით მარგვეთი გურჯაანის დელტა გვექნება ამ დარბაზში ხვალ 14 საათზე და ორბი ქუთაისი იქნება 19 საათზე, რასაც მოყვება ტურის დასკვნითი მატჩი კესეუსა და რაშსორის შორის. დიღმის არენაზე 2 საათზე გაიმართება ეს მატჩი. რა თქმა უნდა, ყველა ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს იხილავთ ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში და YouTube არხზეც ამავდროულად. განახლა შეხვედრა, რევაზ რო გავაბურთით. ჯეი პალი მოძებნა. გაუშა სამქულიანი კალმახელიძემ, რომელმაც ვერ ჩააგდო, მაკლინი ხსნის და ოთოგულიავა. აქ ვერ შეინარჩუნა ბურთი, კარგია დაცვაში. დარბაიძე, არბაკლი გაისროლა პერიმეტრიდან, მოკლე იყო, ეთყობოდა. თუმცა თავადვე აიღო ეს ბურთი, ისევ არ ვარდება. შემდეგ ჯეი პალს მისდის ბურთი და ჩააგდო პალმა. მოკლედ წინა მატჩებიდან ძალიან დიდი სხვაობა, რასაც თამაშობს უილიამსი ბათუმელთა რიგებში და არბაკლი ივერიონის რიგებში. უილიამსმა მეოთხე სამქულიანი გააფუჭა უკვე და კალატოზიშვილმა ითავა ლიდერობა საკუთარი გუნდის და ჩააგდო მერვე ქულა, რასაც მიაყოლებს ერთ საჯარიმოსაც. დაჯარიმდა ჯეი პალი. მოკლედ უკვე მეხუთე კალათბურთელს აქვს მეორე პერსონალური ივერიონის რიგებში. უგრახელიძეს, კალმახელიძეს, პალს, არბაკლს და დარბაიძეს. კალატოზიშვილი შეასრულებს ერთ ქულიანს და შეეცდება რომ გახდეს გუნდის საუკეთესო მეკულე. ვერ ჩააგდო ეს საჯარიმო, მოხსნა პალმა და შეტევაში გადავიდა ივერიონი. სწორედ ჯეი პალი, დარბაიძე შევიდა ორნაბიჩი, ვერ ჩააგდო, თავადვე მოხსნა ძალიან აგებს ფარს ბათუმი. ვერ დაამატა დარბაიძემ და საბოლოოდ ბურთი მოხსნა გულიავა. კალატოზიშვილი გამოუტანა მაკლინს. უილიამსი აღარ ესვის უკვე ისე არ წაუვიდა სროლები უილიამს, რომ უკვე აღარც ესროლა. როგორც ვთქვით, ის უკეთესია ორნაბიჩის შესრულებით ვიდრე პერიმეტრიდან. კალმახელიძემ კი მიიღო ამოსობაში მისთვის მესამე პერსონალური და რადგან გუნდური ჯარიმების ლიმიტი ამოწურული აქვს ივერიონს, გვექნება 2 სროლა. ჩააგდო მაკლინმა ეს საჯარიმო. ცდილობა ნომერი 2 მაკლინის. ეს ვერ გამოიყენა. 4 ქულა სხვაობა. 48-38. უგრახელიძე შეუძლია, მაგრამ არ ჩავარდა. რომიძე, შემდეგ უილიამსი, ბულიავა და იქნება 2 სროლა. ამჯერად ჯეი პალი ჯარიმდება, მისთვისაც მესამეა, მოკლედ გრძელდება
ივერიონის კალათბურთელებისთვის ეს სცენარი მალ-მალე იტვირთებიან გუნდის ლიდერები და ზოგადად კალათბურთელები ჯარიმებით ძალიან ბევრ ჯარიმას იღებს. ივერიონი თობულიავა შეასრულებს ერთქულიანებს, პირველი გამოიყენა. მეორე მცდელობა. ესე ზუსტია, შემცირდა სხვაობა უკვე ორქულამდე. შეტევაში აღარ გამოსდის თამაში ივერიონს და ამით სარგებლობს ბათუმი. კარგია, ლომიძე ჩაჭა მესიდორის გადაცემა, ტაიმაუტის დრო ხო არ მოვიდა, მაგრამ ვერ ჩააგდო ლომიძემ ეს ბურთი, უგრეხელიძე მოხსნა და მესიდორი. შემდეგ უგრეხელიძე, მეგენეიშვილი. კარგია, გულიავა, მაგრამ შეინარჩუნა ბურთი მეგენეიშვილმა, მესიდორი სამქულიანი ზუსტია, ბოლოს და ბოლოს ჩააგდებდა რაღაცას ივერიონის ამდენი გაფუჭების შემდეგ. შევიდა ვილიამსი, ვერ ჩააგდო, მოკლედ არ არის ეს ვილიამსის დღე. საერთოდ არ მისდის როლები. რაც დავთვალე, სადღაც მინიმუმ 7 ბურთი უკვე გააფუჭა ვილიამსმა თემალოს შეხვედრაში. მესიდორი 13 ქულა აქვს მესიდორს, მე-15-ს აიღო. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მეკულე გახავთ. რეჯი მესიდორი 57-40 მინი გაქცევა 5-0 ივერიონის. ლომიძე, მაკლინი, კალატოზიშვილი, ვილიამსი ისევ გადაკეტილია უნაბიჯი შესვლის გზები. ლომიძე ვერ ჩააგდო, ივერიონმა კი არა, შეიძლება აქეთ აიღოს ბათუმმა წუთშესვენება. ისევ დაკარგეს ფარი მასმიზლებმა, ლოგავა მოხსნა დაამატა და ზუსტია. წუთშესვენებას იღებს, როგორც მოსალონელი იყო უბა ბერიშვილი. 59-40 ტაბლოზე და 3 წუთი და 3 წამი დარჩენილი ტაიმის დასრულებამდე. მოკლედ ამართლებს ბულიავა საუკეთესო მომპასეობას გუნდის 5 შედეგიანი გადაცემა აქვს უკვე ოთოს განული დროში. 13 წუთი აქვს ნათამაშები და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. წინა თამაშით 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა მას. მათომაც არა შეუძლია ორმაგ დუბზე გაიწიოს 24 ნომერმა. მოხსნები საინტერესოა, ჯამში 28 მოხსნა აქვს ივერიონს 15 ბათუმს, ძალიან დიდი სხვაობა. მაინტერესებს ძალიან ვილიამსის მაჩვენებელი. ექვსი სროლა 0 ქულა. 2 ორქულიანი ვერ გამოიყენა, 4 სამქულიანი. კელენ ვილიამსმა. ასევე საინტერესო შეტევაში მოხსნები ივერიონის 11 მოხსნა აქვს შეტევაში ივერიონს. საშუალოდ ისინი შეტევაში აკეთებენ 14 მოხსნას და ძალიან ახლოს არიან ამ მაჩვენებლის გამეორებასთან. ჯექსონ ბრენჩლი, რომელიც 2 ქულით არის ჯერჯერობით, მისთვისაც ძალიან ცოტა არის 2 ქულა. ლონდარიძე ვერ ჩააგდო, თუმცა ჯარიმა, გვიანი ჯარიმა.
რევაზ როგავა ჯარიმდება და ერთგულიანად შეასრულებს ლონდარიძე. ჯეიპალს აქვს ჯამში 9 მოხსნა, საიდან 5 არის მეტოქის ფარზე. ამასთან ერთად აქ 9 ქულა და არ გაუჭირდება. ამას რა თქმა უნდა ორმაგი დუბლის დაფიქსირება. ლონდარიძემ ვერ გამოიყენა პირველი საჯარიმო, მეხუთე გაფუჭებული ერთგულიანი ჯერჯერობით ბათუმისთვის, ეს კი გამოიყენა, მაგრამ მაინც ბევრია. პირველი ტაიმისთვის 5 გაფუჭებული ჯარიმა. როგავა უგრეხელიძე კარგად დაუდგა დაცვაში. ლონდარიძე გალატოზიშვილი შემდეგ ფურთით არის პერტაია. გალატოზიშვილი მორიგი მცდელობას სამიანიდან ჩავარდა. არის დახმარებით გამოიყენა ეს სამქულიანი გალატოზიშვილმა და ავიდა 11 ქულაზე უკვე გახდა გუნდის საუკეთესო მეკულე 59-54. მოკლედ რასაც უკვირდები პერიმეტზე ტოვებენ ივერიონის კალათბურთელების ასროლად ბათუმის კალათბურთელებს უილიამს ტოვებენ და კალატოზიშვილსაც მისცეს რამდენიმეჯერ პერიმეტრიდან თავისუფალი სროლის საშუალება. ერთხელ ესროლა ვერ ჩააგდო, მეორეჯერ აღარ ესროლა და უკვე ამჯერად გაუშვა და ფარის დახმარებით გამოიყენა კიდევაც ეს სამქულიანი. ლუკასგან ის არის გასაკვირი, რომ მხოლოდ ერთი მოხსნა აქვს. წინა მატჩში 9 მოხსნა ჰქონდა და ერთი დააკლა ორმაგ დუბლამდე. ორი წუთი 15 წამი მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე შედეგიანი შეხვედრა გვაქვს, თუმცა დახუნძრულია ჯარიმებით, ოღონდ ივერიონის ხარეს რო შევხედოთ 14 ჯარიმა აქვს ივერიონის ჯამში მიღებული 4 ბათუმს. დარჩენილ დროში კიდევ 3 ჯარიმის მიღების უფლება აქვს ნომინალურ მასპინძელს. ორივე გუნდმა გამოიყენა უკვე 2 კუთვნილი წუთშესვენებები შესაბამისად დარჩენილ დროში. ვეღარ შეძლებენ ტაიმაუტის აღებას. მესიდორი მეგენეიშვილი არ როგავა გაუშვა სამქულიანი ვერ ჩააგდო. გულიავა მოხსნა და იქვე მოძებნა ოთარ პერტაია. გალატოზიშვილი კлау პერტაია. გულიავა უწურება ნენელა შეტევისთვის გაკუთვნილი დრო პერტაია უნდა ესროლოს. არა, შემოწრავობაზე წავიდა და გავიდა კიდევაც შეტევისთვის გაკუთვნილი დრო. ალბათ უმჯობესი იყო რომ ესროლა პერიმეტრიდან პერტაიას. რომელსაც უკვე ერთი სამქულიანი აქვს ჩაგდებული და რატომაც არა შეეძლო რომ მეორეც გამოიყენებიან. საკუთარი ნახევრიდან განაახლებენ შეხვედრას ივერიონის კალათბურთელები. როგავა მესიდორი მოკლედ ინარჩუნებს ჯერჯერობით ივერიონის უპირატესობას. თითქმის 1/4-ზე მეტია უკვე ისინი ლიდერი სამპლუაში არიან და გაისროლა დაილე არბაკმა პირველი ქულები მისთვის დღევანდელ შეხვედრაში და 8 ქულაზე ავიდა უკვე ლიდერობა ივერიონის. ახლოს არ იკარებს მეტოქეს ივერიონი. გულიავა შევიდა ჩააგდო კიდევაც მისთვის მერვე ქულა უკვე. მესიდორი არ ჩავარდა ეს სამქულიანი. გულიავა მოხსნა თავადო გადადის შეტევაში. გაითამაშა ბრენჩლისთან გულიავა.
ლონდარიძე, კალატოზიშვილი, მორიგი მცდელობა, ესეც ზუსტია. ზედიზედ მეორე ზუსტი სამქულიანი ლუკა კალატოზიშვილის მხრიდან და სამქულამდე მცირდება ჩამორჩენა. არბაკლი ვერ აგდებს და შეტევაში მოხსნა და ზუსტი ორი ქულა ივან მეგენეიშვილის. ლუკა კარტოზია, ბედნიერია. 54-59. ფაქტია ტაიმს ივერიონი მოიგებს, თუმცა რასხვაობით ამას სამშეტევის შემდეგ გავიგებთ. 2.5 დარჩენილი ტაბლოზე. აბა ვინ განახორციელებს ბოლოს როლას. რენჩლი განაახლებს შეხვედრას. ლონდარიძე დატრიალდა, ეს როლა ვერ ჩააგდო და სრულდება ამით. პირველი ტაიმი 54-59. საინტერესო და შედეგიანი ტაიმი ვიხილე და იმედია რომ ასეც გაგრძელდება უკვე. მეორე ტაიმში შევისვენოთ 13-14 წუთი და დაუბრუნდეთ უკვე მეორე ტაიმით.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის მეორე შეხვედრა ბათუმი ივერიონის წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 54-59 იგებენ. შედეგიანი ნახევარი ვიხილეთ და ვიმედოვნოთ რომ ასეც გაგრძელდება. არდა პირველი მეოთხედი თანაბარი ჰქონდა და რომ გადავავლოთ სტატისტიკურ მაჩვენებელს თვალი ლიდერი 8ჯერ შეიცვალა, ფრე 2ჯერ ჰქონდა და მატჩის უმეტესი ნაწილი სადღაც 12 წუთი და 59 წამი წინ იყო ივერიონი, ამის ნახევარი სადღაც 5 წუთზე მეტი ლიდერობდა ბათუმი. ყველაზე დიდი სხვაობა ბათუმელთა სასარგებლოდ იყო 6 ქულა, როცა 8-2 იყო ანგარიში, ხოლო 9 ქულა იყო სტუმართა უდიდესი ლიდერობა. მათი ხუთეული, სტუმრების ხუთეული როგავა, მესიდორი, მეგენეიშვილი, არბაკლი და პალი, მასმინძელთა ნომინალური მასმინძლების ხუთეული, უილიამსი, კალატოზიშვილი, ლონდარიძე, ბულიავა და ნახოთ ვინ იქნება მეხუთე. სანამ გამოვიდოდნენ ბათუმელი კალათბურთელები, გეტყვით რომ წააგო ამ გუნდმა ფარი შეიძლება ითქვას საკუთარი 12ჯერ მოხსნა შეტევაში ივერიონმა ბურთი და ზოგადად დაცვაში აქვს 11 მოხსნა ბათუმს. იმაზე მეტი აქვს წაგებული ფარი ვიდრე მოგებული საკუთარი. საინტერესოა. და სტატისტიკური მაჩვენებელი მოთამაშეების რეჯი მესიდორი 15 ქულა 7 შედეგიანი გადაცემა, წესით ორმაგი დუბლის გაფორმება არ უნდა გაუჭირდეს. მეგენეიშვილი 10 ქულა 8 მოხსნა, პალი 9 ქულა 9 მოხსნა, როგავა 12 ქულა. ხოლო მასპინძლები ყველაზე მეტი ქულა აქვს კალატოჟვლის 14, 8 ქულა აქვს ბულიავას და ლომიძეს, 7 მაკლინს და ლონდარიძეს. ხუთეული ლონდარიძე, ლომიძე, უილიამსი, ბულიავა და კალატოზიშვილი. უილიამსმა მორიგი სამქულიანი გააფუჭა მეხუთე რიგით და საერთო ჯამში 7 სროლა აქვს გაფუჭებული გუნდის უკანა ხაზელს. ფაქტია დღეს მისი დღე არ არის. ტაიმი შეიძლება თამამი ითქვას რომ მისი არ იყო და მეორე ნახევარში ნახოთ შეიძლება ისე ითამაშოს რომ მატჩის ბედიც კი გადაწყვიტოს. ისე როგორც ითამაშა წინა მატჩი VSA-სთან არბაკმა. კარგი გადაცემა, რა უნდა აკეთოს უილიამსმა, ზუსტი პასი და ფარქვეშიდან მარტივი ორი ქულა ჩააგდო ლონდარიძემ. სამომდე შემცირდა ჩამორჩენა. ამას პერიმეტრიდან ცუდად არც უსვრია ბათუმს, თუმცა უკეთეს როლა ივერიონმა, ჯამში 9 სროლა გააფუჭა ბათუმმა, 14-დან 5 ჩააგდეს, 2 სუსტი სროლა ჰქონდა კალატოზიშვილს 3-დან და ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა ლომიძეს. რომ არა უილიამსის ეს სროლები საერთოდ რო არ ესროლა 50%-იც კი ექნებოდა. ბათუმს 18-დან 8 ჩააგდო. ივერიონმა მესიდორმა გამოიყენა 3-2 კი როგავა ჩაიჭრა ეს გადაცემა და ეს სროლაც კი ვერ გამოიყენა უილიამსმა, ისეთი ცუდი მატჩი აქვს. ორნაბიჩიც კი ვერ დაამთავრა შესვლა. თუმცა საბედნიერო ბათუმელთა საბედნიეროდ ბულიავა იქვე აღმოჩნდა დაზღვევაზე და ჩააგდო კიდევაც ეს სროლა. 5 პასი და 5 მეხუთე მოხსნა იყო ეს ბულიავასთვის. კარგია ლონდარიძე, გაჭედა მეტოქე და მოხსნა კალატოზიშვილმა. და ლიდერობის დაბრუნების შანსი აქვს საერთოდ ბათუმს და როგავას პერსონალური მესთვის ხოლმე მეორეა. პერსონალურებზეც ვთქვათ მოდით. 3-3 აქვს კალმახელიძეს და პალს და როგავასთან ერთად 2 აქვს უგრეხელიძეს, არბაკს და დარბაიძეს. მასმენთა რიგებში საერთოდ ჯამში 4 ჯარი მაქვს მიღებული ბათუმს. 2 მოდის ლომიძეზე, თითო კალატოზიშვილზე და პერტაიაზე. ლომიძემ ვერ შეიმაგრა ბურთი და შეტევა დარჩებათ სტუმრებს. ჯერჯერობით 2 წუთი გავიდა მომდრაულ ნაკლები და ივერიონს ბურთი არ ჩაუგდია. როგავა გაუშვა 3-იანი როგავა, მარჩავარ და ბურთი რჩება ბათუმს.
უილიამსი. ისევ თავისუფლება. ეს როლაც ვერ გამოიყენა. არ ვიცი, მგონი ჯობია რომ საერთოდ არ ისროლოს უილიამსმა და პასები არ იგოს. აქ იქნება ორი სროლა. მეგენეიშვილზე ჯარიმდება. გულიავა მისთვის პირველია. ნახოთ აბა ივა როგორ შეასრულებს ერთგულიანებს. პირველი არ ჩავარდა. ნომერი 2, ნომერი მეორე მცდელობა. მეგენეიშვილის ეს უკვე ზუსტია. გაიცა გულათამარაგი მეორე ტაიმში ივერიონისთვისაც. უილიამსი. გულიავა კარგი პასი, საბოლოოდ უილიამსი და ალილუია, ჩააგდო კეილენ უილიამსმაც. პირველი ქულები დღევანდელ შეხვედრაში. ესეც რო ვერ ჩააგდო, ალბათ საერთოდ აღარ უნდა შემოიყვანა ბერიშვილის ეს პარკეტზე. 55-55 ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დიდხნიანი პაუზის შემდეგ. არბაკლი ვერ აგდებს და ვინ თუ არა პალი მოხსნის შეტევაში ამ ბურთს. მეგენეიშვილი მოძებნა, რომელმაც ფარქვეშიდან ჩააგდო ეს ბურთი მოუწონა კიდევაც გადაწყვეტილება თანაგუნდელს. უილიამსი, კალატოზიშვილი გაუშვა ეს ბურთი ვერ ჩააგდო, ალბათ ცოტა იჩქარა ლუკამ 2-2 იყო მის წინააღმდეგ და ალბათ მაგადაწყვეტილება შეიძლებოდა მიიღო, მაგრამ ლუკას აქვს ამის უფლება. რადგან არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. გააპროტესტა განვლილი ეპიზოდი დავით როგავამ და დაისაჯა კიდევაც ტექნიკური ჯარიმით. ვინ შეასრულებს ერთგულიანს? ლომიძე როგორც ჩანს. ლომიძემ კარგად დაიწყო ზედზედ 2-3 ჩააგდო მატჩის სტარტზე, რასაც 2 მიაყოლა და ჯამში აქვს 8. შეასრულებს ერთგულიანს, რომელიც არ ჩავარდა. ანგარიში უცვლელი ხდება 57-55. წამი იქნება შესატევად ბათუმს თან მეტოქის ნახევრიდან, რაც საკმაოდ დიდი დროა. განახლა შეხვედრა უილიამსი, გულიავა, ლონდარიძე, გაუშვა სამიანი და ჩააგდო. ილია ლონდარიძე მე-12 ქულა და დაწინაურდა ბათუმი ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ. აპასუხოდ როგავამ ვერ ჩააგდო, კალატოზიშვილმა იბრძოლა, ბურთი დაუტოვა საკუთარ გუნდს და კეილენ უილიამსი. როგავა ითამაშება მას კარგად დაცვაში, გააგდებია კიდევაც ბურთი, თუმცა იქ ხაზზე დაეცა როგორც ჩანს ბურთი და შეტევაში დარჩებიან ბათუმის კალათბურთელები. ნახოთ, კი ბატონო, ასეც არის ბურთი ბათუმს. კეილენ უილიამსი განახლებს შეხვედრას. კალატოზიშვილი, ლონდარიძე ითხოვდა ბურთს მიიღო, ბურთი არ ითვლება, მაგრამ ჯარიმა მიაღებინა მეტოქეს. მეგენეიშვილისთვის მეორე პერსონალურია მხოლოდ. გულიავა, ლომიძე, არისოლა, შემდეგ ლონდარიძე, კალატოზიშვილს ჩაუგდეს ბურთი, რომელმაც პირველი მცდელობით ვერ ჩააგდო, თუმცა თავადვე მოიპოვა ეს ბურთი, დაამატა, არც ეს აღმოჩნდა ზუსტი და შეტევაში დარჩებიან
ივერიონის კალათბურთელები. რეჯი მესიდორი. კარგი ხანია უკვე დიდი ხანია მესიდორსაც აღარ აუღია ქულები. ამ მეოთხედში მithumetes გადატენა და პასუხად გაისროლა კიდევაც პერიმეტრიდან 18 ქულა მესიდორს და უკვე 2 ქულით არის წინ. ივერიონის საპასუხო სამიანი ლონდარიძეს გაიხსნა პერიმეტრიდან და ზუსტია ეს სამქულიანით. დაიბრუნა უმალვე ლიდერობა ბათუმმა. კარგია, გრძელდება საქანელა თამაში, აბა პალის პასუხი ესე ზუსტია. ისევ წავიდა სამქულიანების კონკურსი, როგორც გონა პირველ ნახევარში. ლონდარიძე ამჯერად გადაკეტეს, აღარ ასროლინეს, ლომიცის ეს პასი ჩაიჭრა და როგავა, არბაკლი, როგავა მოძრაობა, ატაკი და პარაშუტი ჩააგდო კიდევაც. 65-61. პირველ მეოთხედშიც იყო მსგავსი მონაკვეთი, რომელიც ივერიონის სასარგებლოდ დასრულდა, ზედით 4 სამკულიანი ჩააგდეს მათ. ორის პასუხად კეილენ უილიამსის მეოთხე ქულა. და კვლავ 2 ქულა სხვაობა. კარგია ესეთ თანაბარი თამაში. ვაწყობს და ჯარიმდება ლონდარიძე. მისთვის პირველი არის და გუნდური მეორე. მხოლოდ პირველი ნახევრის მსგავსადაც ნაკლებად იკვრთება გუნდური ჯარიმებით ბათუმი. ფრენჩლი და მაკლინი ბრუნდებიან და ისვენებს ლომიძე ლონდარიძესთან ერთად ძალიან კარგი მონაკვეთი ქონდა ლონდარიძეს. რომელმაც 8 ქულა ჩააგდო ამ მეოთხედში, პირველ ტაიმში კი ქონდა ჯამში 7. აპარბაკლი გაუშვა სამიანი ვერ ჩააგდო. კარგია მესიდორი მოხსნაზე, იქ პალი დაუფარეს პალს და საბოლოოდ დაუფიქსირდა კიდევაც გარბენი. მომზადება პარკეზე შემოსასვლელად პერტაია დაისვენებს უილიამსი. ვთქვათ რომ წინა აინისგან გასხოვებით უკვე კარგი მეოთხედი ჩაატარა. 4 ქულა უილიამსის მონაგარი. კალატოზიშვილი, მაკლინი, პერტაია, გაუშვა სამიანი, ჩავარდა. მეორე ზუსტი სამქულიანი ოთარ პერტაიას მხრიდან. მესიდორი საპასუხო სამიანი ესე ჩავარდა. ძელდება ზუსტი სამქულიანები სროლა და კარგია. აბა რა იქნება ბათუმის პასუხი? მაკლინი, ბრენჩლი, მასაც აქვს ქულები ასაღები, 2-2 აქვს ხოლმე ამ დროისთვის, თუმცა პასით მოამარაგა მაკლინი, რომელმაც მეცხრე ქულა მიითვალა და გაათანება კიდევაც ანგარიში 68-68. პალი მანაც გაუშვა, ცოტა ბევრი მოინდომა პალმა, კი შეუძლია ჩაგდება, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა. ბრენჩლი ითვლება ეს 2 ქულა და შეასრულებს ერთ საჯარიმოს ჯექსონ ბრენჩლი. ჯარიმოვის რევაზ როგავას მესამე პერსონალური 55 ნომერს 2 ქულით გავიდა წინ ბათუმი და შანსი რომ 3-ითაც კი იყოს უკვე წინ. ჯექსონ ბრენჩლი შეეცდება მეხუთე ქულის აღებას. მოკლე იყო ეს საჯარიმო, მაგრამ იბრძოლა ბოლომდე ბრენჩლიმ, თუმცა არ გამომართლა, ბურთი ჩაუვარდა ხელებში. დარბაიძეს, რეჯი მესიდორი, სწრაფად შევიდა ორნაბიჩიკ. თავიდან თითქოს დაფარებას გავდა, მაგრამ როგორც ჩანს ხელზე შეეხო მაკლინი. არა კი ბატონო, ხელში ჩამოარტყა. მაკლინმა მეტოქეს და მიიღო კიდევაც მისთვის პირველი პერსონალური გუნდური მხოლოდ მესამე.
მესიტორს 21 ქულა აქვს, 2 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო ამ მეოთხედში და როგავა დაისვენებს უგრეხელიძე დაბრუნდება მის ნაცვლად. მესიდორიმა ჩააგდო პირველი საჯარიმო 22 ქულა მისი მონაგარი. მეორე ზუსტია და კვლავ თანამდება ანგარიში. ერთაია. აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს მან და მაკლინმა და მორიკი ჯარიმა დასროლები ამჯერად დარბაიძის წინააღმდეგ ჯარიმდება ბრენდონ მაკლინი. შეასრულებს ორ საჯარიმოს გუნდის კაპიტანი და დღევანდელ შეხვედრაში პირველად ამოწურა გუნდური ჯარიმების ლიმიტი ბათუმმა. დარბაიძემ გამოიყენა და ისევ იგუნებს ლიდერობას ივერიონი, მოკლედ მესამე მეოთხედში განსაკუთრებით ბევრჯერ შეიცვალა ლიდერი და იმედია ასე გაგრძელდება ბოლო წუთებამდე. მეორეს გამოიყენა დარბაიძემ და 72-70. ერთაია გულიავა და ისე ვიკარგება ბურთი და არასპორტული ჯარიმა. მორიგი შეუთანხმებლობა შეტევაში ბათუმის და არასპორტული ჯარიმა. ხარბულიავას მისთვის მეორე პერსონალურია და პარკეზე ბრუნდება ლომიძე. დაისვენებს სწორედ ბულიავა. მოკლედ კარგი მონაკვეთი აქვს ივერიონს. 2 ქულით აგებდა ეს გუნდი და პირიქ ჩანსი აქვს რომ მინიმუმ 4 ქულით იყოს წინ. ამბა მეორეს თუ გამოიყენებს არბაკლი. მეორე ჩააგდო. ბურთი დარჩებათ სტუმრებს 14 წამთან ერთად. ორი წუთი დარჩენილი მესამე მეოთხედის დასრულებამდე. მესიდორი მეგენეიშვილი რას აპირებდა, მაგრამ ვერ ჩააგდო. ბურთით პერტაია, ბრენჩლი, არესროლა ბრენჩლი. დაუკიდა ბურთი ბრენდონ მაკლინს, რომელსაც დაუფარა დარბაიძემ, რაც არ გამოუვიდა. მაკლინს აკეთა დარბაიძემ 2+1. უგრეხელიძეს ძალიან კარგი თამაში. პირველი ქულები და 5 ქულით გადის წინ ივერიონი. 7-0 გაქცევა, რომელიც განახორციელა სტუმარმა გუნდმა. მაკლინს არ ქონდა კარგი მონაკვეთი, კარგად დაიწყო, თუმცა მესამე მეოთხედი ჩააგდო, შეიძლება ითქვას 99 ნომერმა. მურეხელიძემ გამოიყენა ეს ერთგულიანიც და უკვე 76-70 გვაქვს ტაბლოზე. და უჭირს ბათუმს ჩასაჭირი ოპერაციების მოპოვება და ივერიონი კი საპირისპიროდ 6 ქულით გავიდა წინ. ბრენჩლი ლონდარიძე მოძებნა, ესეც ჩააგდო, მოკლედ სნაიპერული თვისებები გამოავლინა ლონდარიძემ მესამე მეოთხედში. 3 ზუსტი სამქულიანი, აი ეს არის კლასი და გამოცდილება, რომელიც უხვად აქვს ილია ლონდარიძეს. 11 ქულა ჩააგდო ლონდარიძემ ამ მეოთხედში და პირადად ტოვებს თამაში საკუთარ გუნდს. ვილიამსი არაზუსტია ამ შემთხვევაშიც და რეჯი მესიდორი. მეგენეიშვილი, აქ ლონდარიძის დაფარება და
უნდა გამოიყენონ ეს შეტევა მასმიძლებმა, ასეც არის ლომიძის ზუსტი სამქულიანით კიდევ ერთხელ თანამდებობა ანგარიში 76-76. ძალიან მაგარი მესამე მეოთხედი გვაქვს. უბრალოდ 7-22 ანგარიში ამ მეოთხედში. მესიდორის სამქულიანი არაზუსტია, არბაკლი კარგია მოხსნაზე. ბოლო შეტევა დაუტოვა საკუთარ გუნდს. გაუშვა სამიანი, ესეც არ ვარდება, კალატოზიშვილმა მოხსნა და დასრულდა ამით მესამე მეოთხედი თანაბარი ანგარიში გვაქვს. 76-76, რაც ასახავს მატჩის სურათს. კი იყო მეტი წილი ივერიონი ლიდერობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან წინ გაქცევის საშუალებას არ აძლევს მეტოქეს მასმიძელი გუნდი. გუნდებით მეოთხედით 76-76 გვაქვს ანგარიში. რევაზ როგავა შევიდა ვერ ჩააგდო, მეგენეიშვილმა დაამატა ზუსტია. ივოს მე-15 ქულა უკვე და ისევ წინ გადის ივერიონი. უილიამსი. ანგარიძე ამჯერად აღარ ესროლა. ბრენჩლი გაუშვა სამიანი, არ ჩავარდა, უგრეხელიძე მოხსნა და შეტევაში ივერიონი. დარბაიძე. მეგენეიშვილი. როგავა შევიდა, ესეც ზუსტია. კარგად იწყებს მეოთხედს ივერიონი 80-76. როგავა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ აგროვებს მე-16 ქულას უკვე. ამბარა იქნება პასუხი უილიამსი და ჯარიმდება არბაკლი. ბატონო, არბაკლი ჯარიმდება, მისთვის მესამე პერსონალურია. $80-76 დარბაიძე დაისვენებს, ჯეი პალი ბრუნდება. უილიამსი. ლონდარიძე ორნაბიჩი შევიდა, გაუშვა ეს ბურთი არ ჩავარდა, კარგი იყო იქ პალი ჩამოუგდო თანაგუნდეს ბურთი და როგავა. არბაკლი ივა გაუშვა სამიანი, არაზუსტია ჯეი პალი მოხსნაზე, მოკლედ ბატონ პატრონია შეტევაში მოხსნებში.
პალი შემდეგ დაიკარგა ბურთი, ვერ ჩააგდო ვილიამსმა, თუმცა დადგება საჯარიმოების სასროლად. დაჯერდა როგავა, მისთვის მეოთხე პერსონალური იქნება. მოთხმოცი 76 და ერთგულიანებს შეასრულებს. ვილიამსი ვერ აგდებს პირველ საჯარიმოს. მეორე ზუსტია. 80-77 მეხუთე ქულა. რომელიც ჩააგდო კეილენ ვილიამსმა პირველ შეხვედრაში. კარგია საპასუხოდ სამიანზე დაუფარა როგავას. ბურთი რჩებათ სტუმრებს. არბაკლი როგავა გაუშვა ბურთი არ ჩავარდა პალი იბძვის ისევ და შეტევაში მორიგი მოხსნა პალს და ორი სროლა. ლონდარიძე მიიღო მეორე პერსონალური და ორ სროლა შეასრულეს მეგენეიშვილი. პირველი ჩააგდო ივამ. ივასთვის ეს არის მე-16 ქულა უკვე. მეორე ამოუვარდა ლონდარიძე მოხსნა და კეილენ ვილიამსი ბურთით. ლომიძე შევიდა ლომიძე გამოუტანა კალატოზიშვილს, შემდეგ ლონდარიძე გაუტრიალდა, ნახევარკაუჭი გაუშვა ვერ ჩააგდო, ბურთი ვისტარჩება აივა, ბრძოლაში მოიპოვა ეს ბურთი, როგავა შევიდა ვერ ჩააგდო, თუმცა მეგენეიშვილმა დაამატა და ზუსტია. 83-77 უკვე 6 ქულა ივერიონის უპირატესობა. უგრეხელიძე ჯარიმდება, რომელსაც მესამე პერსონალური იქნება ეს მხოლოდ და მხოლოდ. არ უნდა გაიქცეს ივერიონი. უბრალოდ ბათუმ არ უნდა მისცეს მეტოქეს გაქცევის საშუალება, თორემ შემდეგ უკვე ძალიან რთული იქნება დაწევა. სადაც მეტი წილი მდევრის როლშია ბათუმი. და გორმაგი ცვლილებებიც გვაქვს, ლონდარიძე და კალატოზიშვილი დაისვენებენ. მაკლინი და ბულიავა დაბრუნდნენ. ვილიამსი ბულიავა. ჯექსონ ბრენჩლი გაუშვა სამიანი ჩააგდო. 83-80. საჭირო სამი ქულიანი გამოიყენა ბრენჩლიმ აქ საპასუხო შეტევაში. ჯარიმდება ბულიავა. ჯეი პალის წინააღმდეგ. პალს 12 ქულა აქვს და დადგება საჯარიმოების სასრულად. იქ ვიდეო გამეორებას კი ითხოვს ბულიავა, მაგრამ ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს. უბა ნახოთ. კი ბატონო, აქ იდაყვიკრა და აშკარად შეტევაში იყო ეს ჯარიმა. აქ სანამ ეს მომენტი გავიდა, იქ ტელეფონშიც ნახეს უკვე გამეორებით. ეს მომენტი და წესით უნდა დაისტვინოს ჯარიმა შეტევაში.
აბა ნახოთ ამჯერად საჯები რას გადაწყვეტენ. არა, აშკარად შეტევაშია ჯარიმა, დაყვი მიარტყა ბულიავას. ბურთი თუ დარჩა მასმიძელი გუნდს ყოჩახ ცინცაძეს მახვილგონირული გადაწყვეტილებისთვის. არაფერი როგორც ჩანს არ ჩაითვალა. როგორც უხსნის კირილე თვაური სამსონიო სტაფს სად უნდა წაიღო ის ხელიო როგორც ჩანს აქედან გამომდინარე ბრენჩლის ოჯახი რომელიც ზესტაფონშიც კი წამოყვა გუნდს. ბალმა გამოიყენა პირველი საჯარიმო მე-13 ქულა უკვე ჯეიპალის ანგარიზე. ორმაგი დუბლი კი უკვე დიდი ხანია მას გაფორმებული აქვს. იმდენი მოხსნა შეტევაში შეიძლება ამ ფაქტორითაც კი მოეგროვებია ორმაგი მოხსნა. ძალიან კარგი მატჩი აქვს ჯეიპალს. 85-80 კეილენ უილიამსი. ბულიავა ბრენტონ მაკლინი შევიდა ვერ ჩააგდო მოხსნა მესიდორმა. უკვე განსხვავებული ტაიმები აქვს თავის მხრივ უკვე მაკლინს პირველში კარგად დაიწყო და მეორე ნახევარში ძალიან ინერტულია და ცუდად გამოიყურება. სუსტია ჯეიპალი მე-16 ქულა და წუთს შესვენება რომელსაც იღებს ბუბა ბერიშვილი 87-80. 6 წუთი 18 წამი მატჩი ძირითადი დროის დასრულებამდე. ესე მეთოდურად სდის უპირატესობას უკვე გორის გუნდი და ნახოთ წინ კიდე უფრო დიდი დროა მაგრამ უჭირს ამ მეოთხეში შეტევაში ბათუმს რომელმაც ჩააგდო სულ რაღაც 4 ქულა გავლილ წუთებში. მესიდორმა მეგენეიშვილმა და პალმა უკვე შეასრულეს ორმაგი დუბლები. მესიდორმა პასებით და ივამ და პალმა მოხსნებით. ჯამში აქვს 11 მოხსნა ჯეიპალს. ეს გახდათ პირველი წუთშესვენება მეორე ტაიმში შესაბამისად წინ შეიძლება ქონდეს მაქსიმუმ 5 თუ სრულად გამოიყენებენ გუნდები რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს გახლავთ ტურის მეორე შეხვედრა პირველი მატჩი დასრულდა დიღომში VSA-მ დაამარცხა TSU ცოტა მოულოდნელად მაგრამ მარტივად 103-91 იმარჯვა მასმიძელმა გუნდმა და TSU-მ წააგო მე-7 შეხვედრა ZDZ. უილიამსი ბულიავა შემდეგ ისე უილიამსი შევიდა ორნაბიჩი და ითვლება ეს ბურთი 2+1 ძალიან საჭირო ქულები უილიამსის 87-82 ერთ საჯარიმო შეასრულებს უილიამსი. მეოთხე ჯარიმა უგრეხელიძეს. უილიამსმა ჩააგდო. ზეთქულიანი მერვე უკვე მისთვის და ნელა უახლოვდება ორნიშნულიან ზღვარს, მაგრამ მაინც პასივში უნდა ჩაუთვალოთ ეს შეხვედრა უილიამს. დარბაიძე შევიდა, დაკიდა პარაშუტი და ჩააგდო. დარბაიძის მე-7 ქულა უკვე. უილიამსი. ლომიძე იხსნება პერიმეტრზე, ახლა მიიღო ბურთი. ლონდარიძე
კარგად ითამაშა დაცვაში პალმა, მაგრამ ჟანური პასით მოამარგა ლონდარიძემ თანაგუნდელი და უილიამსმაც ჩააგდო მე-10 ქულა მისთვის. პალია არ ესროლა. მესიდორი მოძებნა იქვე. მონაბიჯი შევიდა მესიდორი და ბულიავამ დაუფარა. კარგად ითამაშა დაცვაში ოთარ ბულიავამ. ლომიძე ბრენჩლი გაუშვა ეს ბურთი და გვექნება 2 სროლა. ამჯერად ჯარიმდება პალი. ბატონ, ჯეი პალის მე-4 პერსონალური. ჯექსონ ბრენჩლიკი შეასრულებს ერთგულიანებს, რომელიდანაც პირველი გამოიყენა. მეორე მცდელობა ნახოთ როგორ დასრულდება. მეორე ზუსტია. 2 ქულა სულ რაღაც სხვაობა წინ კიდევ დარჩენილი არის. ზუსტად 5 წუთი. ჯარიმა ძირს. მიიღო ეს პერსონალური ოთო ბულიავა მისთვის მე-4 არის. პირველ ტაიმში 7 ქონა ამ ხრივ ბათუმს 4 გუნდური ჯარიმა მიიღეს, ხოლო მეორეში 9 ჯერ დაჯარიმდნენ. მესიდორი პალი მოძებნა არასრულინეს კარგად დაიწვეს თავი მასმიზლებმა, შემდეგ როგავა გაუშა სამიანი უგრეხელიძე, კარგია და ფარქვეშიდან ამატებს უგრეხელიძე. 91-87. უილიამსი გაუშვა საშუალოდან ვერ ჩააგდო და ჯარიმდება ილია ლონდარიძე. ხელი კრა იქ როგორ ჩანს მეტოქეს. მესამე პერსონალური ლონდარიძეს კი ბატონო იქ ხელი უბიცგან დარბაიძეს. და პარკეთზე ბრუნდება მეგენეიშვილი. ცუდი მონაკვეთი არ ქონია დარბაიძეს პირიქით. კარგად დაეხმარა გუნდს. ნაყოფიერად გამოიყენა ეს მოძებული წუთები. მესიდორი პალი ამოუტანა უგრეხელიძეს, შევიდა ორნაბიჩი უგრეხელიძე, ვერ ჩააგდო, ვის დარჩება ბურთი. კარგი იყო მოხსნაზე მეგენეიშვილი, ცოტა პრიმიტიული გადაწყვეტილება და ლონდარიძისგან მიიღო დაფარება. 12 წამი ივერიოს შესატევად. ეს უკვე მივეჩვიეთ მსგავს რამეს. როგორც ჩანს თავიდან შემოიტანენ ბურთს სტუმრები. მიიღო გაკვეთილი უილიამსმა და უფრო სხვანაირად ერთულად დაუდგა მეტოქეს. როგავა ბულიავა ეთამაშება მას. ორი წამი კარგი დაცვა შემოგთავაზა ბულიავამ, გადაგდებული სამქულიანი ისე მოიგო ფარი ივამ, თუმცა გავიდა შეტევისთვის განკუთვნილი დრო. მოკლედ ძალიან აგებენ ფარს მასმიძლები დღევანდელ შეხვედრაში. უილიამსი ისე პერიმეტრზე მეთვალყურებოდ იყო, მაგრამ პასი გააკეთა. უილიამსამდე მივიდა ბურთი, აქტიურად უნდა შეუტიოს 4 ჯარიმა აქვს უგრეხელიძეს, პასი გაუკეთა ლომიძეს, რომელმაც ვერ ჩააგდო. მესიდორი პალი და ჯარიმდება ლომიძე. მისთვის მესამეა გუნდური ლიმიტი ამოწურული აქვს. ბათუმ შესაბამისად იქნება 2 სროლა. ერთაია ბრუნდება ლომიძის ნაცვლად.
და ტექნიკური ჯარიმაც დაიმსახურეს ნომინალურმა მასმინძლებმა ლომიძე კერძოდ, მაგრამ რადგან უკვე შეცვლაზე იყო და გავიდა პარკეტიდან ჩაითვალა ეს ჯარიმა სათადარიგოთა სკამს. როგორც ჩანს, ჯეი პალი შეასრულებს ტექნიკური ჯარიმის ერთ სროლასაც. ზუსტია ტექნიკური საჯარიმო და ახლა უკვე შეასრულებს ორ საჯარიმოს. ესეც გამოიყენა ძალიან წყნარად და მშვიდად ჯეი პალმა. ნაბიჯ მეთოდურად უახლოვდება ივერიონი მორი გამარჯვებას. ესე ზუსტია, ძალიან მარტივად გამოიყენა სამივე ერთგულიანი ჯეი პალმა და 7 ქულა უკვე სხვაობა. რაც სახუმარო ნამდვილად არ არის, დრო საკმარისია, მაგრამ შეტევაში უკეთ უფრო ივერიონი გამოიყურება ვიდრე ბათუმი. გულიავა, გაუშვა სამიანი ჩააგდო, ძალიან საჭირო სამქულიანი. გულიავას უკეთ აქვს 13 ქულა. მესიდორი არბაკლი გაუშვა არბაკმა ჩააგდო, მოკლედ აღარ ახუჭებენ შეტევას ივერიონის კალათბურთელები 96-90. აბა რას იზავს უილიამსი, მონდარიძე მოძებნა პერიმეტზე გაიხსნა გულიავა, შემდეგ ისევ მონდარიძე და ჯარიმდება მეგენეიშვილი. მესამე პერსონალური იქნება ეს ივასთვის. როგორც ჩანს, დაისვენეს უილიამსი, კი ბატონო, მის ნაცვლად დაბრუნდება კალატოზიშვილი. ორი წუთი 29 წამი დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. მონდარიძე ერთგულიანებს შეასრულებს. რომლიდანაც პირველი გამოიყენა, მე-19 ქულა უკვე ილიას. მეორე ვერ გამოიყენა, კარგად ითამაშა კალატოზიშვილმა. ვერ დაამატა ბრენჩლიმ, თუმცა ბურთი რჩება კვლავ მასმინძლებს და ლონდარიძის ზუსტი ორი ქულა გამოუვიდა სამქულიანი შეტევა ბათუმს. წუთშესვენება იყო როგავამ. პირველი წუთშესვენება ეს მათთვის. 3 ქულა სხვაობა 2 წუთი 17 წამი დარჩენილი დასრულებამდე. უკვე გითხარით ტურის პირველი მატჩის ანგარიში და ასევე გეტყვი დარჩენილ შეხვედრებსაც. ტური გაგრძელდება ხვალ ლავზესტაფონის სპორტის სასახლეიდან. მარგვეთი გურჯაანის დელტა იქნება 2 საათზე, შემდეგ 7 საათზე იმერული დერბი ტყიბულის ორბი ქუთაისის წინააღმდეგ და ტური დასრულდება დიღომში კესეუ მასმძლებს რარს. ასევე მოდი ვთქვათ მე-17 ტურზეც, რომელიც მალევე დაიწყება უკვე სულ რაღაც შაბათს 15-ში. გურჯაანის დელტა VSA 16 საათზე, შემდეგ უკვე ამავე დღეს 19 საათზე ქუთაისი მარგვეთი მორიგი იმერული დერბი და დარჩენილი 3 შეხვედრა უკვე ჩატარდება 16-ში. რაში ორბი 13 საათსა და 30 წუთზე, თესეუ ბათუმი 16 საათზე, ივერიონი ამრა 19 საათზე. და ასევე დავთქვა ალიგის გათამაშება, რომელიც ნენელა უკვე დასასრულს უახლოვდება რეგულარული სეზონი. 8 ტურის შემდეგ გრიფინი და რუსთავი იყოფენ პირველ-მეორე ადგილს 7 მოგებითა და 1 მარცხით და შემდეგ უკვე ძალიან თანაბარი შანსები აქვთ სამ გუნდს თავისუფალ სოხუმსა ბურთს აქვს სამივე 3 მოგება და 5 მარცხი და ვერა უკვე
დარჩა პლეი-ოფს მიღმა 1 მოგება და 7 მარცხი აქვს ვერას დარჩენილ შეხვედრებში რაც არ უნდა ქნას ვეღარაფერი გადაარჩენს სამწუხაროდ ამ გუნდს. და რომ დავასრულო ალიგაძე, ივა შევიდა და ჩააგდო ზუსტად ეს ორქულიანი. 13-ში იქნება ვერა რუსთავი 4 საათზე დიღომში, შემდეგ 14-ში გურჯი თავისუფალი 3 საათზე და ამავე დღეს 18 საათზე იქნება გრიფინისა და სოხუმის საქართველოს დაპირისპირება. ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს გურჯისა და თავისუფალის შეხვედრა, რომელიც როგორც ვიცი გვექნება პირდაპირ ეთერში და შეგეძლებათ ხილვა YouTube არხზე. 98-95 ტაბლოზე ანგარიში წუთნახევარი დარჩენილი არბაკლი გაისროლა ვერ ჩააგდო შეიძლება მატჩის მომგები სამქულიანიც კი ყოფილიყო მაგრამ ვერ გამოიყენა ტაილერმა და რას იზავს ბათუმი ამ შეტევაში პერტაია ცოტა უყურადღებოდ ითამაშა დაკარგა ბურთი ძალიან უდრო დროს მესიდორი აუშვა სამიანი ჩააგდო 101-95 ალბაკმა ვერა მაგრამ მესიდორის ეს სამგულიანი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი 101-95 წუთი 1 წამი დარჩენილი არ ვიცი რამდენად მოახერხებს ბათუმი რაიმე შეცვალოს, მაგრამ დრო აქვს მაინც ამ გუნდს, თუმცა ძალიან რთული იქნება. ისეც უნდა ვთქვათ. ივერიონი კი უახლოვდება ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მეორე წრეში მოკლედ გუნდი დაუმარცხებელია და ძალიან კარგ მატჩებს ატარებს ბათუმი აგრძელებს არასტაბილურ თამაშს მოგებას წაგებას აყოლებს და ასე სulis ერთმანეთს მოგება წაგება. ჯერ არ დასრულებულა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია რომ მოგებასთან თუ ვინმე ახლოს არის, ეს არის სკორის ივერიონი. მოთარბულიავა განაახლებს შეხვედრას, ალბათ სწრაფი შეტევა ძალიან ესაჭიროება ახლა და სავარაუდოდ ასეც უნდა გააკეთოს, ორქულიანიც რომ იყოს, სწრაფად უნდა შეუტიოს ბათუმმა, უილიამსი, ბრენჩლი მოძრაობები გამოუტანა კალატოზიშვილს გაუშვა კალატოზიშვილმა სამიანი ვერ ჩააგდო ჯარიმა ბათუმს მინჯაინდება აბა ნახოთ როგორც ლონდარიძე კი ბატონო ხელი უბიცგა ხელით იჭერდა ეყნობოდა ივას რომელიც 20 ქულაზე არის უკვე ასული. მორიგი კარგი მატჩი და დასამახსოვრებელი ივან მეგენეიშვილის შესრულებით. პირველი ზუსტია. ივას აქვს 21 ქულა და 15 მოხსნა სოლიდურ შეხვედრას ატარებს დღეს. მეორე ვერ გამოიყენა მოხსნა არბაკმა და უпроსორად მოხსნა ბრენჩლიმ და იქ ჯარიმდება არბაკლი ლონდარიძის წინააღმდეგ ექნება მორიგი ორი სროლა ილია ლონდარიძე პირველი ზუსტია ასორი 96 მეორეც გამოიყენა პერტაია ბრუნდება აისვენებს ლონდარიძე 23 ქულა აქვს თავის მხრივ ილიას
და საუკეთესოა საკუთარი გუნდის რიგებში. და წუთშესვენებას იღებს დავით როგავა. ას 2.97. $54.9 დარჩენილი. დარჩენილი მატჩის დასრულებამდე ერთაია უილიამსი, ბრენჩლი, გულიავა და კალატოზიშვილი. მასმძელთა ხუთეული სტუმრები როგავა, არბაკლი, პალი, მესიდორი და მეგენეიშვილი. რა თქმა უნდა, საკუთარი ნახევრიდან განაახლებს შეხვედრას ივერიონი, რომელიც შეეცდება დროის გაყვანას. მესიდორი, პალი, ორი მეორე პალზე და ჩაიჭრა ეს გადაცემა. ალბათ ნახოთ თუ ჩააგდო ეს შეტევა ბათუმმა. საინტერესო და დაცაფული ბოლო წამები უნდა ქონოდა, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა და აზრიც აღარ აქვს ალბათ დაჯარიმებას. ბრენჩლი იღებს საბოლოოდ ჯარიმას. როგავა დადგება ერთგულიანების სასროლად. და ალბათ საბოლოო ანგარიში გვაქვს დასაფიქსირებელი. კი მქონდა თანაბარი თამაში. რამდენიმეჯერ და ბევრჯერ შეიცვალა ლიდერი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ივერიონი იმსახურებდა გამარჯვებას, მეტი წილი დროის წინაც იყო და შეტევებშიც უფრო კარგად გამოიყურებოდა. პირველი საჯარიმო ვერ გამოიყენა როგავამ. აბა რა სიზავს მეორე შემთხვევაში, მეორე ჩააგდო. უილიამსი, ბრენჩლი, გამაზა, გააფუჭა უბრალოდ ეს სამქულიანი მემაპატიეთ. და დასრულდა ამით დღევანდელი შეხვედრა. 103-97 გაიმარჯვა ივერიონმა, ულოცავ გორულ გუნდს ამ წარმატებას. ეს გახლავთ ამ გუნდისთვის მე-9 გამარჯვება 6 მარცხის წილ, ხოლო ბათუმს აქვს 7-7 ბალანსი. ამით დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.